დღეს არის 18 თებერვალი. მაკურიანში არის თარი, ამიტომ დაგეტილი არის დიდველის საბაგიროები. ახლა გადმოვედით კოხტაზე და იმდენი ხალხი არის უბრალოდ კოხტაზე, რომ ფაქტობრივად სრიალი არის შეუძლებელი. აი, თუ გამომყვება კამერა გაჩვენებთ. სრიალი არის შეუძლებელი და მარიამის დახმარებით ჩვენ გადავალთ მიტარბიზე. მესამე დღეა სრიალებს და მიტარბიზე არ ვიცი. როდის არის ყვა ჩვენი გაშვება? ჩემი აზრით, ნელა და წყნარად ჩამხობს. წესით არ დაილეწები და თუ დაილეწებით, არაფერი მოგიოთ. თქვენი მოლოდინები გვითხარით. 5 პლუს არის. ეს არის ნიკა მეგობრებო. ნიკაც ჩამოსრიალდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ აილეწებიან. ვფიქრობ, რომ ცოტა რთული გზა არის. ნიკა როგორ მოგწონს? ძალიან კარგია, შორის ჯერჯერობით. ოპა, ეს არის თავი დაღმართი. აბა ხوار დარჩება. დაატანი ფეხებს. მოდი ახლა მოდი და დაინახა. აი მეგობრებო, აი ეს დაღმართია. ამაზე საუბრობთ. ой, მოდი და იცოდე რომ იქ არის მოსახვევი. ნიკა, სად მიდიხარ? ვაიმე. ვაიმე. ძალი თქვენი, ხო? ნიკა. მედი. მიდი, კაია, კაი. ცოცხალია? ზაღადობა. Hailey, go. Razi, მიდი, Razi. ვაიმე, უკნია და არ გაძრე, არ გამაგიჟო ეხა. ეს აკეთია ისე. და დასკუპ და წამოწო ხარცეწოზე. ჩაგორდი ამით ჩაჩოჩდი ესე მაშინ. აი, გიჟივით, ნუ დააშვებ. ეხა მე როგორ ვდგები? ნცა შემოწიოდე. ნიკა წავიდა. ჩავ Očach. Bravissimo. აი რეზი. ეს და ნია არის ზემო. ესე ჩვენ ზემო დავეწევით ახლა იქ დავაგერჩევ. აკაც დამოზიხედები. ხორც კოხტამიტარბის გზაზე და ველოდებით ისევ ნიას და რეზის. როგორ ლამაზი ცედი არის აქ. აქაც ისე ლამაზი ხედები იშლება. აქაც კაი რიგებია. მაგრამ წესით უფრო მალე ავალთ. დავბრუნდი მე კოხტაზე ქვემოთ და ზემოთ დარჩნენ მარიამი, ნია და რეზი ჩამოვა ცოტა ხანში. აი ასე გამოიყურება ჩვენი საჭმელი, ჰოტდოგი და ჩაი. არის სასმელი. ძალიან კარგი დღე იყო ჯერჯერობით. მიტარბი ასე თუ ისე რთული არის, დამწყებისთვის მაინც არ არის კარგი. და ნუ ყველას ურჩევ, ვინც არის დამწყები, რომ მიტარბიზე არ გარისხონ ჩასვლა.
ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრების იმედზე ვიყავით. და ამიტომ გავრისკეთ ჩასვლა შესაბამისად წავიქეცით კიდევაც და დაგვეხმარნენ. ზოგადად ეს ისეთი სპორტია, რომ ნებისმიერი გინდ თხილამურებზე იდგეს, გინდ სნოუბორდზე, თუ გნახავს რომ რაღაცა გიჭირს, გაჩერდება და დაგეხმარება. არ არის ისეთი რომ რაღაცა მე მაგალითად რო გადავარდი ახლახან ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან, ჩემი ისინი შეაგროვა თხილამურები მომიტანა და შემდგომ გოგომ მოიტანა გვერდიდან ჩანთა, რომელიც მომძრა. ეგ სამწუხაროდ ვერ გადავიღეთ, ეგ გადავარნა, მაგრამ ასე თუ ისე კაი იყო. ახლა დავაგემოვნებ hot dogs. ჰალოპენიო აქვს, ძალიან კარგია, მე მიყვარს ჰალოპენიო. ისე არ შემინდია შაურმისთვის რო არის ციცაკა, შაურმის ციცაკას მე ვერ ვჭამ. ამიტომ ჰალოპენიო ძალიან გემრიელია. თვითონ hot dog-იც ძალიან გემრიელია რა. აი აქ გაკეთდა ამ ბიჭის მიერ 10-დან 9. იმიტომ რომ რა ვიცი 10-დან 10 მთლად სასწაული ხარ რა. თბილი ჩაი ძალიან კარგია სიცივეში. და მoni მოვიდნენ ჩვენი მეგობრებიც. რა ხდებოდა მიტარბიზე, გითხარი? და ჩვენი სტუმარი კლავ მარია მონიანი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ახლა ჩამოვედით მიტარბიდან, ანუ რეზი მართლა თელამურები გაიხადა და ისე მოდიოდა და ბოლოს ძლივს აი 2 წამი ჩაიცვა და მე ისო გაიხადა და მეთქი. ისე რეზის კომენტარი მაინტერესებს. რა შეგრძნებები იყო დღეს მიტარბიზე? საშინელი, აღარ ვაპირებ სრიალს საერთოდ. მართლა? არა, ბიჭო, იცი როგორ ღუნავს ფეხებს? მგონი რომ მოტყდება ის ფეხი ისე ღუნავს. კი. ხო და რეზი ჯერჯერობით სამკუთხედს ვერ გადავაჩვიეთ, ხო, არ გაჩერების გარდა სამკუთხედს იყენებს სულ. გაჩერების დროს კი არა. არის რამე საჭმელი მშია. და ჩვენი შემდეგი სტუმარია ნია ონიანი. გამარჯობა. ნია შეგვიჯამებს დღევანდელ დღეს მისი გადმოსახედიდან, გვაინტერესებს თლიანი დღე აი დიდველის დაკეტვიდან გამომდინარე, რა ხდებოდა დღეს? გამარჯობა პირველ რიგში. დღევანდელ დღეს შევაჯამებ როგორც ცოტათი დამღლელს, სამწუხაროდ ვერავედით დიდველზე. მე სიმართლე ვგითხრათ დიდველზე შეიძლება აქცელი მირჩევნია, მაგრამ მაინც დიდველზე მივდიოდით. ქარის გამო სამწუხაროდ დაკეტილი არის, ასევე დაგვიკეტეს მიტარბის წვერი ქარის გამო ასევე და ვფიქრობ რომ მიტარბსაც საერთოდ დაკეტავენ. ეხლა ველოდებით რეზის რომ ჩამოვიდეს კანატკიდან, იმიტომ რომ ფეხი აქვს ნატკენი და ვერ ისრიალებს. ნია, რამდენი ხანია სრიალებ, ჩვენ ეს მაინტერესებს. მე ვსრიალებ ბავშვობიდან, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი წლიდან, მაგრამ ესე 2-3 წლიდან არ ვსრიალებ ალბათ 8-9 წლიდან. და აი ურჩევდი თუ არა დამწყებს მიტარბზე რომ ამოვიდნენ და ისრიალო. არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევდი დამწყებს მიტარბიზე ამოსვლას. მაგრამ ვურჩევდი კოხტაზე სრიალს. კოხტას ქვედა ნაწილზე, ხო? კოხტას ქვედა ნაწილზე. დიახ, მეც აი სავარჯიშოდ, რასაც ვაკვირდები, ყველაზე კარგი კოხტას ქვედა ნაწილია. ჩვენი თემა არის 25-იანები, სადაც დამწყებები სრიალებენ, ეს არის 25-იანები და მაინტერესებს ნიას აზრი, რა აზრის ხარ დამწყებები რომ სრიალებენ 25-იანებზე, სხვა ტრასას ურჩევდი თუ არა? ჩემი აზრით 25-იანებზე სრიალი არის დროის ფუჭი კარგვა, იმიტომ რომ ეგრე ვერ ისწავლის სრიალს, ერთი პატარა დაღმართი არის და იმაზეც გახედა სამკუთხედით ეშვები და ასევე ვფიქრობ რომ იმდენად არიციან მან სრიალი, რომ ერთმანეთს შეეჯახებიან და შეიძლება საფრთხეს შემცველიც იყოს ეს ყველაფერი. ჩემია. ჩვენი შემდეგი სტუმარი არის რევაზ ნაცლიშვილი. დღევანდელი დღე იყო როგორ მოგეწონა მიტარბი? სრული კრახი. მიტარბი ლამაზია. თუ იცი სრიალი ძალიან კარგია. კი. როდის? და ჩემთვის ეგ ექსტრას რა არ არის რეკომენდირებული. დიდი ალბათობით ორთავაკუნთის დაჭიმულობა აღმოჩნდება ორმხრივი. კიდე ტუჩები დამისყდა, იმიტომ რომ არ წამომიღია. რა ქვია იმას? ხო, გლოსი. სურას ქვია, რა ქვია? გლოსი, ლიპ გლოსი არ წამომიღია. რაცა რა. ხო, ჩვენ ჩამოვედით მიტარბის ორ ტრასაზე, ხო? ერთი იყო დაღმართი, აი ვიდეო არსებობს მაგის და მეორე იყო მეორე რა იყო მეორე ნაწილი სად მე რო გადავარდი. დილამშვიდობისა, დღეს არის მეოთხე დღე ბაკურიანში. საკმაოდ არის თოვლი, ახლაც თოვს და როდესაც თოვლი არის, კარგი არის რომ რაღაცა ექსპერიმენტები ცადო. ამიტომ ჩვენ შევეცდებით რომ ვისწავლოთ ჰოკის თოპს, რასაც ეძახიან. გაჩერება არის ერთგვარი, აი მაგას. საკმაოდ სარისკო ამბავი არის, არ ვიცი როგორ შევძლებ. ამ სწავლის პროცესში ჩვენ წავიქცევით ძალიან ბევრჯერ, ამიტომ უყურეთ ვიდეოს რომ ნახოთ ჩემი წაქცევა.
ამოვედით დიდველზე, საკმაოდ თავს, როგორც ხედავთ. ამიტომ ცოტა საფრთხილოც არის, მაგრამ დაცემის შემთხვევაში ნაკლებად გეტკინებათ, თუ წაიქეცით. ახლა დავეშვებით დიდველის მარჯვენა მხარეს, რაც დრას არის დიდველი 2, სადაც აწერია. და იმედია დღეს ვისწავლით, როგორ გავჩერდეთ კარგად. How to hockey stop რა. ეგ იქნება ჩვენი დღევანდელი მისია. ეს არის ყველაზე საშიში რამე, რაც შეიძლება ნახო. აი ახლა ვიწყებთ უკვე hockey stop-ის სწავლას, გაჩერების სწავლას. ამაში დაგვეხმარება მარიამი. That's me. მოკლედ ახლა ნიკას ვასწავლეთ გვერდულად გაჩერებას არა სამკუთხედით და მგონი წესით გამოსდის, რავი, ტექნიკა ვასწავლეთ და პროსტა დახვეწა უნდა ეხა და წესით გამოვიდა, აბა ვნახოთ რა სიზამს. ალეწები ჩემი აზრით 1-2 უნდა იყოს, მაგრამ ისიც იჩქარეზე, ისე არ მგონია. და აი ახლა ერთს გვანახეს მარიამი და შემდგომ გამიმეორებთ ჩვენ. ტექნიკა არის. გამოვიდა. აჩა. რაღაც სასწაული ხდება მგონი მეგობრებო, იმიტომ რომ სეზონზე ჯვარი მწერია და არ წაგცეულა, მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც აღმარზე როცა ავედი. არა, გუშინ გადავარდი საკაიფოდ. ეს კამერაზე არ ყოფილა უბრალოდ ხო. აჩა ხნიკა. მე ამას გავსწავლა ვაწი ყოველთვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლეპონჩიკში და უნდა მივირთვათ ქათმის ჩიზბურგერი და ფრიმ. ძირს ვიყავით ადგილი, იმიტომ რომ გადატანილია ლეპონჩიკი ამიდის გამო თოვს და სასეულ წასაც ცუდი არის. რამდენი ქული შეაფასებდი 10-დან? დავუწერდი 5 ქულას. ჩაფხუტი მეხურა და ძალიან ცუდად ამას თმა ახლა. ბურგერის ზომა არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი არის ბურგერის ზომა. დიდი გადამრიე ბურგერი ნახდად არ არის. მე 10-დან დავუწერდი ასე 6.5-ს. ვარს ლეპონჩიკში ახლა. ნუ რა ვიცი. უკეთესიც მიჭამია. ცუდი ნახდად არ არის, მაგრამ სასწაულის არ არის ახლა. აი ახლა უნდა გადავიდეთ იმ ტრასაზე, სადაც ავედი აღმართზე და ისე დავსრიალდე ქვემოთ. აი ახლა ვნახავთ რეალურად გვაქვს თუ არა რაიმე პროგრესი. Yeah, that's